გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამო მშვიდობისა. თქვენ უყურებთ TV პირველს, დღეს კვირაა და მე ეკაჩხეიძე პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებული გადაცემა მაქვს. სტუმრად ყავს ორი ადამიანი, წყვილი, რომელთა სიყვარული ათეულობით წელს ითვლის. გამორჩეული პიროვნება, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი და ჩვენი ქვეყნის ამაგდარი, საოცარი ადამიანი იულონ გაგოშიძე და მისი მეუღლე თინა ქუთელია მყავს სტუმრად. მოგესალმებით. მიხარია რომ ჩემი სტუმრები ხართ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო საუბარი ელის ჩემს მაყურებელს. სანამ საუბარს დავიწყებ, წყალი მინდა შემოგვთავაზოთ, მთის წყალი 0%-იანი ბრომატით უკვე დაგისხამთ დავინახე. დაასხა. ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ის არის მაღალი ხარისხის, სუფთა და გემრიელი. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მართლა შესანიშნავად გამოიყურებით, გადაცემის ჩაწერამდეც აღვნიშნე, მართლა, ძალიან ლამაზი ხარ. და კარგად გამოიყურებით. აი რისი დამსახურება ეს? ჯადოსნური წყალი და ჯანმრთელობა გავიგეთ, მაგრამ მაინც რისი დამსახურებაა? გამანდეთ საიდუმლო. გამანდოთ თინა საიდუმლო. საიდუმლო არ ვიცი ამდენად არის და სწორად ვიტყვი თუ არა, მე ეგრე მგონია. ყოველთვის დაკავებული ვიყავით რაღაც საინტერესო საქმით. და აი ეს რაღაცა გამაგრებს, გაინტერესებს რაღაცას მე ყურადღებას უთმობ. მიზანი რო გაქვს და სტიმული რო გაქვს და აზრი ეძლევა რა კი ეძლევა ნამდვილად. ხო, აი ესე საჭიროა ჩვენ ახალგაზრდებმა ეს ამბავი შეიგნონ და გაითვალისწინონ. ხო, გაითვალისწინონ, ეგ აქვთ კიდეც და კიდევ უფრო გაინცაფრონ დამოკიდებულება რაღაცა ინტერესის მიმართ. და უნდა გიყვარდეს ქვეყანა და სიყვარული უნდა გქონდეს. აბა რა. საქმისადმი ცხოვრებაც უნდა გიყვარდეს და ცუდი აზრები უნდა მოიცილო. რამდენადაც შესაძლებელია. თუ შეიძლება. ბატონო ილონ. 90 წლის ასაკში. დიახ. ასეთი ბრძოლის უნარიანობა ხასიათის შედეგია თუ გარემოების? არ მიფიქრია სხვათა შორის მაგაზე, მაგრამ ეხლა დავფიქრდები. ალბათ ორივე ერთად. ერთიც უნდა იყოს და მეორეც. კი. ხასიათიც უნდა შეხვდეს გარემოებას და პასუხი უნდა იყოს გარემოებაზე. სათანადო. მორჩილი არ უნდა იყო და ყოველთვის ლამაზიც იქნები და ბრძოლის უნარი არის. ხო. რეჟიმმა რეპრესიულ ოჯახად გაქციათ. უიდება. მთელი ოჯახი გაათავისუფლა სამსახურიდან და თქვენ მუზეუმიდან, ხო? სადაც 64 წელი გაატარეთ. სწორედ ვამბობ. თქვენი აზრით რა არ გაპატიათ სისტემამ? სითამამ, ესე იგი, ეს ხელისუფლება მოითხოვს მორჩილებას. ცულუკიანმა რომელსაც გაგვიშვა თვითონ რამდენჯერმე თქვა, მე მორჩილი ვარ, მორჩილია კი. მაგრამ მორჩილი და მონა მაგათთან იყოს. არც მონა ვარ, არც მორჩილი ვარ და არც არასდროს არ ვიქნებ. და როგორ ფიქრობთ, რატო გაგათავისუფლეს? რა არ გაპატიეს? მაგიტომ, ხოლო რომ მებრძოლი ხარ? მეტი არაფერი, მებრძოლი კი არა. რა ვის მებრძოლი გაც? ვიყავი მე, მაგრამ მორჩილი არ ვიყავი, აი რა შეს. კაცი იბადება თავისუფალია და თავისუფლება არის ყველაზე ძვირფასი რაც აქვს ადამიანს. სანამ თავისუფალია, ის ბედნიერიც არის. და თავისუფლებას ვერაფერი, ბორკილები რო დაადო, მაინც თავისუფალი იქნება. შინაგანად რასაკვირველია.
აი ეხლა დაპატიმრებული ბიჭები და მზია ალბათონი ისინი უფრო თავისუფლები არიან გაცილებით თავისუფლები ვიდრე ეგრეთ წოდებული ხელისუფლება განსაკუთრებით მოსამართლეები ერთ ინტერვიუში ამბობთ ჩემს ნაცვლად ხელის მოწერით შეურაცხყოფა რომ არ მოეყენებინათ გაცილებით მშვიდობიანად დასრულდებოდა ყველაფერიო ანუ რომ ეთხოვათ თქვენთვის განცხადების დაწერა დაწერდით არა განცხადება დაწერილი მომიტანეს და თქვენ უნდა მოგეწერათ ხელი მომეწერა თქვენ უნდა მოგეწერათ ხელი არ მოაწერე რატო უნდა მოვაწერო სულ ერთია მაინც გაგვიჩნდეთ საჩივარი კი შევიტანე სასამართლოში მაინც მაგრამ ჯერჯერობით არ შემდგარა ეს სასამართლო რამდენი ხანი გავიდა და მაი არა იურმა მაგადასა ისეთ ორგანიზაციებს საერთაშორისო გამჭვირვალობა ისინი ძალიან დაძაბულები არიან ქალბატონო ეკა და მოუჯობდა სხვა იურისტთან მაგრამ მან არ ჩათვალა როცა იქნება იყოს ხო არა ეგ სიმბოლური აქტია თორე რა მნიშვნელობა აქვს ამას სასამართლოში გინ შეიტანე გინდა რა რთული იყო დასაწყისში მათთან ურთიერთობა ეს ძალიან სწრაფად მოხდა გამოჩნდა პირველი თურქიამ რაც გააკეთა თავისი რეზიდენცია გადმოიტანა მუზეუმში და იქ დასახლდა მესამე სართულზე ერთი ინსტიტუტი საერთოდ გაუშვა იქიდან და გადაიყვანა სხვები შეავიწროა ეგად ეგიჯდა და რაც თავარია ხელისუფლება შეცვალა იქ შექმნა რაღაც დირექტორატი და დანიშნა აი დადერაგის უფროსი აი მერტობა ყველას თავის სამუშაო აქვს მაგრამ დადერაგის უფროსი როგორ უნდა იყოს პონდის წველი მუზეუმში სადაც საგანძურია ეროვნული საგანძური მუზეუმი და ისინი დაბნეულებიც იყვნენ ხარ კი არიციან რა უნდა გააკეთონ იციან რაღაცა შეაკავო მაგრამ კარგად ვერ ახვდებიან რა გააკეთონ ეს დანაშაულია არ შეიძლება მაგის გაკეთება ეს არის ყველგან ხელოვნების მუზეუმის ის საგანძურის გადმოტანაზე 5 დღეში გავაკეთოთ ხო სწრაფად უნდა ყველა 2 წელიწადი მარტო პროექტი კეთდებოდა იმისი როგორ გადაგვეტანა ეთყობა გონია რომ საწყობია მუზეუმი საწყობი არ არის მუზეუმი არის საცავი საგანძურის საცავი და თანამშრომელი სამეცნიერო კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მუზეუმში რო კაცი მოდის ჩვენი თანაც ისეთი მუზეუმი როგორც ჩვენი მუზეუმია და დაათვალიერებს უნდა გაიგოს სად მოვიდა რა ქვეყანაში იმისი წარსულიც აწყობს და მომავალიც იქ უნდა გაიგოს და დაინახოს მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია ეს არიციან ახლა მეგონია არც იურისტებად ვარგიან ისინი ვინც დაგვინიშნეს ცხოვრების მანძილზე არაერთი მართველობა გამოიარა და არაერთ მართველობასთან ჰქონდათ საკმაოდ ისეთი ახლო ურთიერთობა რა აი რა განსხვავებას ხედავთ ამ თავრობებს შორის ერთ-ერთი პირველი ჩემი არქეოლოგიური ექსპედიცია სხვის ხელმძღვანელობით იყო ურბნისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვიღებდი მონაწილეობას და იქ გათხრებზე ყარაული ყავდა დანიშნული ხნიერი კაცია მე 4 მეფე გამოვიცვალო ნიკოლოზიო ლენინიო სტალინიო და ის დროს უკვე ბრეჟნევი იყო და ამასაც გამოვიცვლი მეც ეგრე რამდენიმე მეფე ეგრე დაგემართათ სტალინსაც მოვესწარი და მე რაც იყო ხო აღარ ჩამოვთვლი რამდენი გამოვიდა ორჯერ ასე ვთქვათ სახელმწიფო სამსახურშიც კი წავედი პირველად სვიად გამსახურდი ამ შემომთავაზა ვიფიქრე და თუ ვჭირდები ქვეყანას წავედი ჩემთვის ეგ საჭირო არ იყო არაფრით არც ხელფასი მომემატა ამითი არც და ჩემს საქმეს კიდე შევეშვი
იმ დროს მცხეთის პრეფექტად დამნიშნა. მეორედ მიხეილ სააკაშვილმა შეუმთავაზა იმისი დიასპორის სახელმწიფო მინისტრის პოსტი. 2008 წლიდან 8 და 9 წელს 8-ში და 9-ში სწორედ იმ ომის დროს მე გახდით დიასპორის სახელმწიფო მინისტრი. რთულად მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება? რთულად ფიქრობდი, დიდხანს ვიფიქრობდი, მაგრამ დავთანხმდი. ქალბატონი თინას აზრი როგორი იყო? ხო, მე არ ვეთანხმებოდი ყველაფერს, წინააღმდეგობა არ გამი. ბავშვები ამბობდნენ, რა მინდა ახლა შენ ხოხიანი საქმე გაქვს და ბევრი წიგნები გაქვს და დაწერი და რაღაც. თავისით, მაგრამ იმის გაჩერება სრულიად შეუძლებელი იყო, როდესაც ასეთი ფართო ესპარეზი ეძლეოდა და იცოდა რომ რაღაც სასარგებლოს გააკეთებს. ესე იყო ნამდვილად. ხო და ისე ჩვენ არ ვაწუხებდით ანუ არც რამე განსაკუთრებული შეალათები და ისინი არ აქონდა. აი როგორც ცხოვრობდით, ისე ცხოვრობდით. მოდეს აკეთებდა სხვა საქმეს და გვიან მოდიოდა ძალიან სახლში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თქვენ თბილისი დატოვეთ? თბილისი დავტოვე კი. სოფლად ცხოვრობდით რამდენიმე წელი, ხო? 94 წელი. რატო? რატო? ჩემი სკამი, მცხეთის პრეფექტის სკამი დახვრიტეს. ვინც ჩამანაცვლა, ასე ვთქვათ. პირდაპირ დახვრიტეს, მე შიგარ ვიჯექი იმ დროს. კიდე კაი. ხო და თბილისში უკვე ეს იანვარში მომადგა, მოკლედ ორი გვარდიელი მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ წადითო. მოკლედ გამოაგზავნა ლანჩავა იყო თუ არ ვცდები ქალაქის ისა ხო და იმან თქვა რომ იულო გაგოშიძე მომიყვანეთ თუმეო და ორმა ბიჭმა ძმებმა ჩვენ მოვიყვანთო უთხრეს და წამოვიდნენ ჩემი გარე ბიძაშვილები მაგრამ არ ამიცნობდა იულონი მაგრამ ისინი მიხვდნენ გვარით რომ უთხრეს რომ ახლა მოსაყვანია ეს ჩვენ მეზობლები კი არა ვიცით რომ საცხოვრობს ეს კაცი ჩვენ მოვიყვანთო მოვიდნენ ჩემთან და მითხეს რომ გაეცალიო იმიტომ რომ გაიქეციო დაგაპატიმრებელო და მივიდნენ უთხრეს რომ არ არის თბილისში იქ ვიყავით სოფელში უკვე აღარ არის მოუკითხავთ სოფელში ისეთ ადგილას ვიყავით და ვართ უკაცრიელი ადგილი არ მოსახლე არ არის იქ ეს არის სოფლის გარეთ ფაქტიურად ხო და ვიცი ხა იქ ვინ გავედავდა მოსვლას მაშინ იყო ტყვიების ზუზუნი ტრასიდან ისმოდა ტრასა ახლოა 600 მეტრში ხო ზუზუნი ერთი ამბავი ხოცვაში ლეტვა და პატიმრება არ ეცალათ რომ ჩვენ მოვეძებნეთ თუმცა ერთხელ კი იყო ეპიზოდი გახსოვს სხდომაზე სადღაც უთქვიათ რომ ეხლა იუნოსო იერაღი ექნებაო იერაღიო? ო იერაღი კაბელში იბჭეს და მაგდას კულამდე მიიტერო იუნოს იერაღი ექნება ხო და გამოვარდა იქიდან ბიბლიოთეკარი იყო იმ სხდომას ბიბლიოთეკის გამგე ესწრებოდა მოვარდა ჩვენთან გიული საწყალი კარგი გოგო და იცი რაო დღეს მოვლენ საღამოთი თქვენთან ჭრეკვაზეო და თუ რამე გაქვთ თუ ისეთიო კატო მე წავიღებ სახლში წავიღებ ეხლა მან განმოიერა როგორი ადგილი იცით უკაცრიელი ღამეა არც განათება არც არაფერი არ იყო ეგეთი შემთხვევა და საშიშროება იყო ხოლმე ნამდვილად მაგრამ არქეოლოგიისთვის უარი არ გვითხოვს როდესაც გავლილ წლებს უყურებთ როგორ ფიქრობთ აი რას ფიქრობთ როგორი ეპოქის შვილები იყავით ჩვენ სიყვარულში გაგიმართლათ რაში სიყვარულში ეპოქაშიც გაგიმართლათ მართლა გითხრათ არასდროს მაგაზე არ მეფიქრია ცხოვრობდით იმ
ხო გეუბნები სტალინსაც მოვესწარი სტალინის ეპოქა სტალინის გარდაცვალებაზე მე-11 კლასში ვიყავი და მიხეილ დანიაიშვილი იყო ჩვენთან ერთი იმან დაწერა ასე ვთქვათ სამგლოვიარო სიტყვა 53-ში ხო სკოლის მოდაფე დიახ 53 წელს და იმაში მაგრამ ასე ენა ებორჩიკებოდა ხოლმე და მე წავიკითხე ისე რომ ძალიან მინდოდა რომ მეტირა მაგრამ ვერ ვიტირე მოდიდა ჩემო იტირა სხვათა შორის რატო იტირა დღემდე არ ვიცი შვილი დაუხრიტეს 37-ში და ყოველ წელიწად 18 მარტს უგზავნიდა ხოლმე სტალინს წერილს, რომ ჩემი შვილი გადაასახლეს და რატომ სად უსამართლოდ. და რეგულარულად მაისში იღებდა პასუხს სტალინისგან, რომ გადასახლებულია 10 წლით მიმოწერის ნებართვის გარეშე. ეს 10 წელი გავიდა, ყოველ წელს აგზავნიდა. და პასუხი ერთნაირი იყო. ერთი და იგივე. 55-ში ხრუშჩოვიცადაც იგივე 10 წელი. მოვიდა იგივე პასუხი. მაგრამ 56-ში, როდესაც რეაბილიტაცია მოხდა, დაიწყო ეს ხრუშჩოვის ამბები. მაგ დროს უკვე მოვიდა ცნობა, რომ დახვრიტა. არა, ცნობა კი დაიბარეს კგბ-ში და დედაჩემი წავიდა და დახვრეტილი აღმოჩნდა იმავე წელს 37-შივე დახვრიტეს. ეპოქებზე რატომ კითხეთ, იცით? თქვენ ბევრ ეპოქას მოესწარი. ივანე ჯავახიშვილსაც იცნობდით, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო იყო, რა? კი, იყო ეგრე. და გინდოდათ რომ ისნაირი გამოსულიყავით. ეს იმიტომ რომ ივანე ჯავახიშვილი იყო დედაჩემის და მამაჩემის რექტორი. ხო. ისინი უნივერსიტეტში სწავლობდნენ. და აი მაშინ გეგონათ რომ 90 წლის ასაკში რა დამოკიდებული საქართველოს რომ რეპრესიების ხერპლი იქნებოდით. არადა არ ვიფიქრებ მაგრამ როგორ ქვეყანაზე ოცნებობდით? როგორ ქვეყანაზე აი 90 წლის ასაკში როგორ ქვეყანაში იცხოვრებდით? ეხლაც იმაზე ვოცნებობ. იგივეზე. იგივეზე. ის კი არა, ჩემი მუშაობა არქეოლოგი ვარ და იმ პერიოდზე ვმუშაობ, როდესაც უკვე მაშინ აი ჯერ კიდე ქრისტეშობამდე იქიდან მოკიდებული ქართველები ევროპელები ვართ. ჯერთი გენეტიკურათაც ევროპელები ვართ, ამას თავი დავანებოთ, მაგას არ მნიშვნელობა არ აქვს კულტურით. ხო და ამაზე ნამუშევარიც მაქვს. ეხლა რო იყოს ლექციის საკითხვა შეიძლება ამის თაობას. როცა არჩევანი ქონდა საქართველოს, არჩევანი ქონდა აღმოსავლეთ თუ დასავლეთი, ჩვენ ხო საზღვარზე ვართ. ყოველთვის ირჩევდა დასავლეთის გზას. ქრისტიანობაც ამიტომ აირჩია, იმიტომ რომ დასავლური მოვლენა იყო. როდესაც ქრისტიანობაში დაიწყო გაიყო ქრისტიანობა აღმოსავლურ და დასავლურად, დასავლური აირჩია სომხებმა, აღმოსავლური აირჩიეს მაგალითად. და მაშინ მოხდა გაყოფა სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის, ამაზე ლიტერატურაა დაწერილი დიდი. ეგრე იყო. მერე საქართველო არის ერთადერთი აი ამ აღმოსავლეთში ქვეყანა, საცა იყო ისეთი ზუსტად ფეოდალიზმი, როგორც ევროპაში. ჩემი ვასალი, ჩემი ვასალი არ არის. ეგ სისტემა საქართველოშიც მუშაობდა. არც ბიზანტიაში, არც ირანში, არც სომხეთში, არც რუსეთში მით უმეტეს. არავითარი მსგავსი არ იყო. აი ის მოვლენა რომ აი თქვა გეორგიევსკის ტრაქტატში რომ დაიწერა იქ და რუსი დვარიანინი ქართულ აზნაურს გაუტოლეს. რუსი კნიაზი ქართულ თავადს, რუსი კრეპასნოი ქართულ ყმას. არც ერთი სწორი არ არის. ქართველი ყმა არ იყო კრეპასნოი. რუსის კრეპასნოის საკუთრება არ ქონდა. მიწა არ ქონდა. მიწა იყო თემის რუსეთში, თემის საკუთრება, რომელსაც ყავდა ბაიარინი.
და ყოველ წელიწადს ხდებოდა გადანაწილება მიწის და საქართველოში გლეხს თავის საკუთრება ჰქონდა. საკუთრება, რომელსაც ვერავინ ხელს ვერ ახლებდა. ვერც აზნაური და ვერც ვერავინ. აზნაურის წინაშე ჰქონდა გლეხს მოვალეობა ასრულებდა, მაგრამ თავისი მიწა ჰქონდა. თქვენი სიყვარულის ისტორია მაინტერესებს. ბანალურია. ბანალური როგორ არის? ამდენი წელი ერთად. ბანალური სულებითაც არ არის. აი, ჩვეულებრივი ახალგაზრდები ნახავენ მოეწონებათ და მოსწონებათ. თინა გავიცანი 1953 წლის 2 სექტემბერს. როდესაც მივედი უნივერსიტეტში პირველ ლექციაზე. მე ოქროს медаლი მქონდა, გამოცემებზე არ ყოფილვარ და ისე რომ არ ვიცნობდი და იქ დავხვდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის რაშოში. უნივერსიტეტის. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე პირველ კურსის საქართველოს ისტორიის განყოფილებაში. რომელშიც მგონი 12 ვიყავით. ერთი თინა იყო, ერთიც მე. ეს იყო 2 სექტემბერი. 11 სექტემბერს უკვე დაბადების დღეზე ვიყავი პასტას. სწრაფად განვითარდა მოვლენა. აბსოლუტურად, ეგეც წერაფის შვიდება იმასთან. და ნუ ყველას უკეთესი გოგო იყო და სხვას როგორ დაუწყობდი მაგას. სტუდენტობისას დავქორწინდით. მესამე კურსზე რო ქორწილი გადავიხადეთ აფხაზეთში. ხო. აი იყო საინტერესო ძალიან. მომიყევით, მაინტერესებს. აფხაზეთში გამოგვივიდა ქორწილი, იმიტომ რომ სახლში ქორწილი არ ქონია, მარტო ჩვენ ეგრეთ ხელის მომკიდეები რო ქვია. ესენი იყვნენ და ჩვენ და ეგრევე დავსყედით მატარებელში და წავედით საქორწილო მოგზაურობაში. ბათუმში ჩავედით, ბათუმიდან გემით წავედით ოდესაში. უკან ისევ გემით დავბრუნდით და გავჩერდით სუხუმში და სუხუმში თინა ხო სოჩის დამაარსებლების ოჯახიდან არის. ერთ-ერთი დამაარსებლის. ხო და ამის დედის მხრიდან ბაბუაც და მისი მამაც აგრეთვე პირველი სოჩელები იყვნენ. კაი. ხო და მათი შთამომავალი იყო. ხო და ეგ სანათესაო, დიდი სანათესაო აფხაზეთში. და აქ ხვდენ დიდი ზარზეიმი. დიდი სამი და ხვდენ დიდი ქორწილი. ილონი სუბატარების გას. მას მოტრებილი ქონდა თავი. ხო და მოკლედ მივედით აფხაზეთში. გამოვიდა აგეგ აღარ ვიცოდი ესეთი წესი თუ ქონდა ღვინის მის რომ პირველი სადღეგრძელო ერთი ღვინის ჭიქით ისმის მეათე სადღეგრძელო 10 ჭიქით ესე იგი რამდენი სადღეგრძელო წარიმდე ჭიქა პიცა ჩემი განიშდა ბავშვს მუკლავენ ფიქრა მაგრამ ხო ვერ ეთქოდა იქ ვერაფერი უარი არ შეიძლება არ შეიძლება იქ სხვანაირად თუ ეწყინება მე ესეთ ყანცი მოიტანეს. მე მოიტანეს დიდი ყანცი. ხო და ახლა მე ცოტა შევწუხდი თქვი ეს კაცი არ დაიქცეს ამ ყანცის მის დროს. მე საფცე იყო სვა. საფცე როცა გადავეცი აღარ იყო საფცე. მოკლედ ქორწილი იყო აფხაზები ერთ მხარეს აფხაზები ისხდნენ მეორე მხარეს ქართველები. ეგეთი წესი იყო თუ მაშინაც ისე ბევრი აფხაზი იჯდა. არაფერი განსხვავება არ არის. აფხაზი დაბეჭდილია წიგნი გამოსული. არავის გენეტიკური განსხვავება არ არის. ერთი მოდგმაა. ეს აფსუებიც კი. თუმცა აფსუები მთიელები არიან. რაშია საქმე იცით ბარის აფხაზეთი ბარის 66 და 1866 ჯერ და მე კიდე 72-ში 36,000 იყო ბარის მთელი მოსახლეობა გადაასახლეს თურქეთში. რუსებმა. ბარი მთლიანად და რუსები ჩაასახლეს და მე დაიწყეს ნადირობა იმაზე, მთიელ აფხაზებზე და მთაში ცხოვრობდნენ ეს იგივე ხალხი უყოთ
ვენახი მათ არ იცოდნენ და ისა ხილი და ბარის კულტურა არ ჰქონდათ. მთიელები იყვნენ. და გაბრიელ ქიქოძე ეპისკოპოსი იყო იმ დროს სოხუმში. ერთ წელიწადში 15,000 აფსოა მონათლა ქრისტიანად. ისე მუსლიმები გადაარჩინა მთელი ის აფხაზები, რომელიც დღეს არსებობს, მისი დამსახურება. ქართველ მეფეებს რა ერქვათ. დავით აღმაშენებლის ტიტულატურა როგორია? მეფე აფხაზთა, ქართველთა, რამთა, კახთა და სომეხთა. შაჰანშაჰ და შირვანშაჰ. ეგრე იყო. სიყვარულს რო დაუბრუნდეთ, მე ვიცი რომ თქვენ ბიჭვინთაში წახვედით სპეციალურად ექსპედიციაში, რომ ახლოს ყოფილიყავით გაგრაში მყოფ თინას. გამოხდა ეგ ამბები. ესე არ არის? ხო და ჩვენ ყველაფერი გავაკვირდით. ხო, ესე იგი ჩემი მაგას შესავალი ჭირდება, ესე იგი. მე ისტორიკოსობა მინდოდა ბავშვობიდან. ხო. მე სკოლაში რაღაც ცოტა შემეცვალა ეს მათემატიკა ძალიან მომწონდა და გამომდიოდა ფიზიკას, განსაკუთრებით ის ფიზიკას აფეთქება იყო იმ დროს ფიზიკაში და გადავწყვიტე ფიზიკოსი გავხდე მეთქი, მაგრამ მე რატომღაც მაინც ჩავიქნე ხელი და თანაც ოქროს მედლით საცამედო და შევიდოდი უგამოცნო. და მაინც შევედი ისტორიულ. მე ცოტა გული ამეცროა იქ რაღაც, იმიტომ რომ რა ვიცი რატომღაც და 56-ში თინა წავიდა საწახვედით გაგრაში. ხო, გაგრაში და მე გაგრაში არ მივდიოდი და მოკლედ მოვახერხე ასე მომიხერხეს ვთხოვე და მე და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი მალხაზ პარამიძე აღმოჩნდით ანდრია ფაქიძეს ექსპედიციაში ბიჭვინთაში. და ბიჭვინთიდან გაგრას ულახლო. იქ მაგიტომ წავედი და იქ მომეწონა არქეოლოგია. ანუ არქეოლოგიას გაზიარეთ თინას სიყვარულმა, ხო? ხო, არა, ხო, გამაცნო არქეოლოგია. ხო და არქეოლოგია მართლა ისეთია, ძალიან მომხიბლავი დარგია და რა ვიცი, აბა მე ხრო მკითხო რომ ავიდა რო იწყო ისე გაწავედოთ. არქეოლოგია ძალიან მომეწონა. ქალბატონია, თქვენ მითხარით, რომანტიული ადამიანია? ივანი? ხო. კი, აქ რომანტიული მისერაფებები. რამეს გაიხსენებთ? ამას გაიხსენებ, რა ვიცი, აბა ყოველთვის მოდიოდა თაიგულით. ჩვენი ქორწინების დღეს აღნიშნავდით ყოველთვის 19 ნოემბერი. სურდამ ვიზღვნიო მე ლონდონით თაიგულით მოდიოდა. სროდა. ძალიან ყურადღებიანია. თბილი ხასიათი აქვს ისე. გაცხარება იცის ნუ გეშინია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლაც მოდის თაიგულით? ჯერ არ არის 19. ჯერ არ არის. ნოემბერი, კი, მოდის. სიყვარული ხუნდება, როგორ ფიქრობ? მე რა გახუნებს ეგ ამაგას. იმიტომ მეცოდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ოჯახს არ ქმნიან. რამდენი ამისი გაკეთება შეუძლიათ ერთად ჩვენ მთები შევძარით გაცმაროს თქვას. რამდენი დავიჯერებას გადაურჩით იცით. ჯერ ისე ახლა სოფელში რო გავერიდეთ 3 წელიწადი. ერთადერთი რამენაც ჩვენმა მეგობარმა გეოლოგი იყო. საჩუქრად გამოკეთა დაბურდა ეზოში წყალი ჩვენთან. ესე იგი სხვებს არ ქონდა ეს იყო რამდენი 27 მეტრზე. ზეც არ იყო წყალი. ხო და აი წყალი გასაზრდოებდა ისე რომ მე რო ზამთარში ყინვაში ხირცი ადგილია 20 გრადუსი ყინვა იყო. აი წყალში ჩავღობდი ხელს იმ ციცაბში მე თბილი იყო. ისეთი განსხვავება იყო. აი ის მე თბილებოდა.
ხო და აი ეს პირობებში გავატარეთ ცხოვრება. ლამპის შუქი ყველაფერი, მაგრამ ეხლა ვიხსენებ ბევრი საინტერესო რამე. ძალიან ბევრი. მაგრამ არქეოლოგია არც მაშინ მიგვიტოვებია. ამიტომ 92-ში ჩემი შვილები და მეგობრები კიდე ჩვენი მოზოველი ფული ჩვენ არ ქონდა, საჭმელი არ ქონდა, არაფერი. და გათხრებით ჩავატარეთ. გათხრები. ერთხელ ავტომატის ჯერი გამოუშვეს ჩვენზე, იქიდან, აგარიდან. ზემოთ რომ ვიდექით ამ გორაზე. კიდე კაი არც ეს არ მოხვდა. გავხარეთ რომ მეჩვენებინა რომ ნამდვილად საჭიროა ეს რა ქვია არქეოლოგობა. არქეოლოგია კაი საქმეა. კაი შედეგების ჰქონდა. მუშები არ ყავდა, მარტო ჩვენ ვიყავით. რაც ჭამდით არ გაინტერესებს, მანიკურების ჭადები გიგიათ. ჭადები? ხარკა გიგიათ, არ იყო საჭმელი. კურზე რა ამბავი იყო? კუხე პამიდორი, კუხე ის დავგეთ და მან მომწია სხვა არაფერი არ იყო. მაგრამ რა ვიცი, კმაყოფილები იყვნენ ისინი. მიწა დავამუშავე, რაღაცა მოვიდა, კაი ბოსტანი ქონდა ძალიან. კაი ბოსტანი ქონდა, სოფლიდან მოდიოდნენ, სუიცოდნენ, რა გვაქვს ჩვენ კარგი ნიახური თუ ისა თუ ბროკოლი იქ ჩვენ დავგეთ პირველად ბროკოლი მოვიდა ჩვენთან. მინისტრმა წულუკიანმა საბჭოთა მეცნიერი გიწოდათ. შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ ებრძოდით საბჭოთა დროს უკანონო გადაწყვეტილებებს და როგორია ახლა ბრძოლის პირობები? ძალიან მებრძოდი საბჭოთა კავშირში ვიღაც მეთქი, მაგას ვერ გეტყვით მე არაფერი. თქვენს ბიოგრაფიაში არის ეპიზოდები ეკოლოგიაზე, ხისჭრაზე. ესეთი. ეკოლოგიამ შეფჯამა. ეს კი, არა, ეს მართალია. მეშვიდე ნომერი არ მიმაჩნდა. ბრძოლათ არ მიგაჩნდათ? რატომ? თუ რაშია იცით საქმე? თვლიდით რომ მოვალეობა იყო ეს თქვენი? აი არ ვიცი ახლა ეს რომანტიკოსი არ ვიცი მე ვარ თუ არა, მაგრამ აი სამართლიანობა და უსამართლობა ვარჩევ და ვერ ვიტან. ბავშვობიდან ვერ ვიტან, ხუთს ვერ ვიტან. აი რა 14 წლის ვიყავი პირველად რომ მოსკოვში აღმოჩნდი და მარტო წავედი ზოოპარკში და დავინახე რომ ერთი ვიღაცა ჯიბი იმაში ჩანთაში უყოფდა ხელს. ჯიბის ქურდი კაცო. მივედი და გავაჩერე. ნუ ის გადარჩა იმაზე, მაგრამ 14 წლის ვიყავი. იმაზე ნუ დამემუქრა. მართალია ცოტა შებეში და მართალია, მაგრამ აქაც მომსვლი ეგეთი რამე თბილისში. ხო და უსამართლობას ვერ ვიტან და არ შემიძლია რომ არ მივცე მაგაზე რეაქცია. უნებრივია. ეს ერთი, მეორე, საქართველოს განძეულობა არა მარტო კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ბუნებაც. ისეთი ბუნება გვაქვს, რომელსაც ხო გეუბნები, შვეიცარიაში ვარ დამყოფი. არაფრით ნაკლები არ არის ქვეყანა. მოფრთხილება უნდა რა. ერთადერთი რომ წესიერი წყობა არ გვაქვს ჩვენა და ცხოვრება არ გვევარგა თორე. ერთადერთი კი არ მთავარია მე მგონი. თავარი არის ასე. ხო და როდესაც ჩავერთი ამ საქმეში. ხო. ჩავერთი ამ სულეთ ისეთ შემთხვევით გამოვიდა ეს ჩართვა, მაგრამ მერე გამოდგა რომ არ არის შემთხვევით. წავკიში თავის დროზე როდესაც დაიწყეს იმის გაცემა, რა ქვია, სააგარაკო ნაკვეთების. წავკიში ტყეში გაიცა. 100 წლოვან ტყეში. და უნდა გაჩეხილიყო ეს. გაიჩეხა კიდეც. ხო და წავკისელებმა პროტესტი გამოაცხადეს და წავკიში აგარაკი ქონდა თამაზ გამყრელიძეს. თამაზ გამყრელიძე ნუ ჩვენი ახლობელი კაცი იყო და დამიძახა მე. შენაო ასეთ. ავედი იქ და მართლა ავედი. დაბეხმარებოდა. წავკისელებმა თამას მიმართეს რომ გვიშველეო. თამაზმა კიდე თამაზმა მე დამიძახა. ო, აბა თვითონ აზე შეცხები. ავედი ჩავერთი ამ საქმეში. მე თამაზი გაგვეცალა, წავიდა თავის საქმეს აკეთებდა და მე მაგრად ჩავერთი.
ხო და მე კომისია გამოყო აკადემიამ, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა და იმ კომისიამ და საშინელებები ხდებოდა. აი ხო გეუბნებით 100 წლოვანი ხეები ფესვიანად იყო დაგლეჯილი. და ამტკიცებდა რომ არაფერი არ გაუკვეთებიათო და არა და ის ნახეთ ის გადაყრილი ფესვები, იმიტომ რომ თვითონ ხე წაიღეს და ფესვები დაყარეს აქ. ეგენი მე ვითომ გზა გააკეთეს, მაგრამ გზისთვის გაჩეხეს და აგვისტოში ჩარგეს ხეები და აგვისტოში ჩარგვა არ შეიძლება. ეს იმის საჩვენებლად. ხო, მე დამომუქრე კიდეც. ნუერევიო? ორი შვილი ხო ყავსო და თბილისში რამდენი მანქანა დადისო არის და შეადგინეს აკადემიის მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ დაწერა რომ იქ არაფერი ყველაფერი კარგად შეიძლება და მეც ვარ იმ კომისიის წევრი. ეხლა მე რომ არ მომეწერა ხელი ის რა ვიცი რა მუქარას ჩემ მაგიდათ მოაწერდა 9 მოაწერა თუ 7-მა მე ავდექი და დავწერეზეთ ჩემ ხელმოწერის ადგილას თლიანად შევავსე ის რომ ის არის ტყუილი წერია ტყუილი წერია ამაში ბატონო იულონ იცით რა მინდა კითხოთ ქვეყნის მართველი უნდა იყოს ქვეყნის მსახური ავკიდე ყველაფერი და ეს საგაშის გადავეცი საჩუქრ. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. ბატონო იულონ, იცით რა მინდა კითხოთ, სამშობლოს სიყვარული როგორ იზრდება ადამიანში? რა არის თქვენთვის სამშობლო, საქართველო? აი რამდენიმე წინადადებით თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ. სამშობლოს სიყვარული რა თქმა იმას გასდაგაცო არის თავისთვის, მაგრამ თავარია რომ აი ამის დასაცავად ყველაფერი შეიძლება გაიწიროს, რომ სამშობლოს ცუდი დღე არ დაუდგეს. თქვენ რას მეტყვით? ხო, ძალიან ისეთი წმინდა გრძნობა. რა ვიცი, აბა, თანდაყოლილია ეთყობა. დიდადებით მაგრძობასთან ერთად და მე გავაფუჭებთ საქმეს და ცუდი სახელი შეგვჭება და ან რაღაცას გავაკეთებთ და გაგიფასებენ აუცილებლად. აი უიმედობა არ გეუფლებათ ხოლმე ამდენი წინააღმდეგობის ამდენი არა ვარ პესიმისტი არა. მე შემიძლია ცოტა ხანს აი ძალიან რამდენიმე წუთი ვიტანჯო და მე სულ გამოსავალი მგონია რომ იქნება და არ მეშინი. გადასა. მეც ვფიქრობ ხოლმე რა. ამდეხას გავძელით და ამასაც მოვერევით. ხო, უნდა მოვერიოთ. ძალიან მძიმე პერიოდში ვცხოვრობ, ძალიან მძიმე. ცოტა სახელმწიფო ცოტა კი არა სახელმწიფო ვიყავით 12 წლამდე. და მე ყველაფერი გააკეთეს რომ სახე დაკარგოს ამ ქვეყანა. ეხლა რომ სასამართლოა სირცხვილია მე მწვენე იმათ მაგივრად რა დღეს შეაგდებენ ამინ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს არაჩვეულებრივებს აი ეგენი რო გარეთეუნენ მაგათი ეშინიათ ემ იმიტომ არ უშვებენ და უგუნებენ რაღაცას შეიძლება მაგათ გაფრთხილება სჭირდება ქვეყნის მართვაში რომ მიგეღოთ მონაწილეობა ცხოვრებაში რამდენჯერმე ეს რა იყო გამართლება? ისევ და ისევ მე დამარწმუნა პირველად ზვიად გამსახურდია მე მიხეილ სააკაშვილა რომ საჭირო ვარ იქ და მე თუ ქვეყანას ვჭირდები ჩემი საქმე საყვარელი საქმე დავტოვე და წავედი აქ იმან მხოლოდ ხელი შემიშალა ჩემ კარიერაში სამეცნიერო კარიერაში მხოლოდ მეტი არაფერი
ორივე მაგრამ ქვეყანას ხო წაადგა არ ვიცი მე წავადე არა როგორ არ წავადექი კი ბატონო ნამდვილად ესე იგი მაგალითად როდესაც გახდით BBC მინისტრი რა ქვია დიასპორის 100,000 კაცი იყო გასული საქართველოდან ეხლა უფრო მეტია ეხლა დღეს ხო და ემა ძალიან ჭირდებათ პატრონობა ძალიან ჭირდებათ ეს ორგანო საჭირო იყო თებერვალში შემომთავაზა და დამნიშნა პრეზიდენტმა თებერვალში და მაშინ მარტო მე ვიყავი და ერთი ბუღალტერი მოვძებნე და ორნი ვიყავით მე მოადგილე აღმომიჩნდა ეს მესამე კაცი და მე გამოაცხადეთ კონკურსი და შემოიტანეს განაცხადები გამოცდა მოუწყვეთ 30 ადამიანი მივიღე. შეგროვდა, ხო? არც ერთ შემინაცავი არ ყოფილა. კლანი. ისე რომ ნეპოტიზმს ვერ დავაბრალე. აი აქ შემეძლო გამეკეთებინა ნეპოტიზმი. ხო და შეგვენით კიდე კონტაქტები ქონდა თანაც თელ სოფლიოს 56 ქვეყანას. ხო. თელ დედამიწაზე და ჩვენი აპარატი მუშაობდა 24 საათი, იმიტომ რომ ამერიკელებს სხვა დროის ღამით უნდა ელაპარაკო და სხვებს დღისით. 24 საათი მუშაობდა და ომის დროს 8 წლის ომის რუსეთის ომის დროს სამჯერ მოვაწყეთ მთელ სოფლიოში 35-36 სახელმწიფოში ერთდროული გამოსვლა რუსეთის საელჩოებთან. ეს გავაკეთეთ და გარდა მაგისა ჩვენი დამსახურება აგრეთვე რომ ერთი წერილი ვერ შექმნეს რუსეთში ქართულ დიასპორაში რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ორჯერ მოიწვია კონგრესი იქაურმა დიდარმა ქართველებმა აპირებდნენ იქ რომ საქართველოს საწინააღმდეგო დადგენილება რომ მიეღო რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. ორივეჯერ ჩაუშალეთ. ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენმა აპარატმა გააკეთა ეს ამბავი. პრეზიდენტ სააკაშვილისგან ელოდით ესეთ წინადადებას? საიდან ველოდი კაცო, მოულოდ ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე მიხეილ სააკაშვილი გავიცანი, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა შევარდნაძესთან. ახლა შევარდნაძეს არ შემოუთავაზებია ჩემთვის და არც შემოეთავაზებია და მე იქ არ წავიდოდი. ისევე როგორც არ წავიდოდი საბჭოთა პერიოდში ეგეთ სამსახურში. მიშამ რო დაიწყო გამოსვლები პარლამენტში რო აჩვენა ეს გამდიდრებული ხალხის სურათები. ხო გახსოვთ? კი. ხო. მე მაშინათვე რაცაკვირველია გამოაცხადეს იმაში, რა ქვია, ტელევიზორში თქვენს რომ მიშას გორელი სომხები არიან ეგენია. ხო და ამაზე მოიცოდა გითხრათ ეს ამბავი. ნუ მე სამღვდელოების შთამომავალი ვარ ორი მხრიდან. ესე იგი წერა-კითხვა იცოდა ჩვენ ოჯახში საუკუნეების განმავლობაში. ხო და დედაჩემის ოჯახში, სადაც გავიზარდე. დიახ. გამოდიოდა ნიკოლოზის დროს ესეთი გაზეთი, ჟურნალი ნაკადული. კი. ნაკადული გამოდიოდა, თანაც ორი გამოშვება იყო, მოზრდილთათვის და საყმაწვილო. ხო და მთელი, იმიტომ რომ დედაჩემი, მისი დაძმები ყველაფერი იღებდა სხვადასხვა ასაკის იყვნენ, ერთსაც და მეორესაც ორივე და მთელი კომპლექტი არის ჩემთან სახლში. თლიანად. ხო და ერთხელ რომ მე მაგაზე ბავშვობაში ვიზრდებოდი, ვკითხულობდი ნაკადულს. ხო და საყმაწვილო ნაკადული 1915 წლის აგვისტოს ნომერი. და როგორ გახსოვთ ყველაფერი? ნომერი პირველ გვერდზე არის ნორჩი მკითხველების ფოტოები ჩამოლაგებული. და თქვენი ფოტოები. და იქ არის მიშიკო და თაბრიკო სააკაშვილები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის
ბაბუა და პაპა და პაპიდა. პატარები არიან, საყმაწვილო 15 წელში. ეხლა ვითხარი, რომ გავაკეთე ასლი ამისი, როგორც ზუსტი მისი ფერადი ასლი. ავკინძე ყველაფერი და საგაშუს გადავეცი საჩუქრად. ეხლა ვითხარი, რომელი სომეხი გამოიწერდა დაკადულს. 1915-ში. 1915-ში. ეს საჩუქარი მივეცი იმას და ძალიან გაეხარდა მაშინ. ესე გავიცანი მე მიშა სააკაშვილი. დღეს რომ ნახოთ ეტყვით რამეს? მისა. სააკაშვილს. სააკაშვილს რა სამოთ ნეტაი გამოვიდეს დროზე. რას ეტყოდით? არაფერი ის რაც გააკეთა მადლობა და მე იმაზე საყვედურს ვეტყოდი რომ იმედეთ რატო ჩამოვიდა საქართველოში ეხლა რომ გარეთ იყოს უკრაინასაც გამოადგებოდა და ჩვენ ქვეყანასაც მე მგონი ქართული სახელმწიფო დაბნელებული აი 94 წელს მე და თინა რომ ვიყავით დევნილობაში მომაკითხა გერმანელები ჩამოვიდნენ გათხრებით შემთხვევით ჩამოიტანეს აქ ეხლა საქართველო და კავკასია არის იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც დაიბადა ცივილიზაცია იშვა, მსოფლიო ცივილიზაცია. ასე რომ ეს ქვეყანა არის სამშობლო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ამერიკელებისთვისაც. მაგრამ ეს ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით საბჭოთა პერიოდში, აქ ვერ შემოდიოდნენ. ეხლა შეიცვალა სიტუაცია. იქ ისეთი არეულობაა, რომ გათხრები ირანში 78 წლის გადატრიალების შემდეგ იქ არქეოლოგია მოხდა. ხო და სირიაშიც უბედურება ტრიალებს, ომი ტრიალებდა სულ და საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი გაიხსნა. აქ შემოვიდნენ უცხოელები. ხო. და ერთ-ერთი პირველი უცხოელი, რომელიც შემოვიდა, მე მომეთხოვა, რომ მე სულიყავი მაგასთან თანამშრომლად. კახეთში. 94-დან 2002-მდე მუშაობდით ერთად. ხო და ცხოვრობდით ერთი პერიოდი არხილოსკალოში. არხილოსკალო ხო ქედზეა. ერთხელ ეს შირაქია, შირაქში გათხრები ქონდა და იქით საიგილო ჩანს. ხო. აზერბაიჯანი. გაბღრიალებული იყო სულ ყოველ ღამე. და ჩვენთან სიბნელე ჩაბნელებული ეს დვიჟოკი ხოდათ რომელიც დედიმდო რომ კომპიუტერები რო გვემუშავე ხმა ეხლაც მახსოვს უიმე საშინელება წყალი არ იყო მოკლედ საშინელება ეს შეცვალა ამან ერთ წელიწადში ყველაფერი თავის ადგილას არის მე-9 ბლოკის დაგვავიწყდა და ფიდერს კითხულობდი დღესაც არ ვიცი რა არის ფიდერი მაგრამ ვიცი რომ ფიდერი როცა გაბუჭდება დენი არა გაქვს უცბად გაქრა ყველაფერი როგორ მოხდა და მე მოხდა კრიმინალის მოტეკვა და ეს პოლიციაც მაშინდელი ის არის ძალიან პატრული რას ამბობთ ენდობოდი პოლიციელს აბარა ეხლა მე მიყევით თქვენ როგორი мама იყო ახალგაზრდობაში ბატონი? ხო, ძალიან კარგი мама იყო. იმ ხრივ რომ მთელი საქართველო მოატარა ბავშვებს ფეხით. ფეხით სიარული როცა შეეძლოთ. მე რატომღაც მოინდომა მუსიკის სწავლა ბავშვებისთვის თვითონ ესწავლებინა. ხო და მეზობელმა გთხოვა ოღონდაცო მუსიკის სწავლას თავი დაანებეთო ფორტეპიანოზე? ხო, რასაც გინდათ იმას შეგვაწუხებთ. მე 5 წელიწადს ფორტეპიანოზე დავყავდი და ყოველ წელს სულ ნატრობდი რომ მასწავლებელი არ დავხვდეს სახლში მე საერთოდ. ნახე სრულიად უნიჭებია. ეხლა როგორი мама? мама, папа, ძალიან კარგი. папа, ხო. ბედნიერი ხალხი ვართ, ისეთი შვილიშვილები გყავს. კარგები. არვითერი კონფლიქტი ჩვენთან რამეს საერთო ღირებულებებზე არ არის. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ეს არის შინაგანი კულტურა, ეს არის მთავარი
ალბათ ბედნიერება. დიდი ბედნიერება არის. ალბათონო ეკა ძალიან ყველას უსურვებ. მე მაგას. ეხლა ჩვენ ოჯახში 21 ვართ. ორი ვიყავით. ითვალისწინებენ შვილიშვილები თქვენს ასრს? ეხლა რასაკვირველია, თუ არ ითვალისწინებენ, ყოველ შემთხვევაში ისიან. ზოგჯერ მე მიწევს გათვალისწინება მეტის მეტი მოგდის გვეუბნებიან. არა, ისინი მაგარი პროფესიონალებია. ოჯახური ცხოვრება როგორია, როცა კოლეგები ცხოვრობენ ერთად, ერთი პროფესია. კოლეგები არ ვარ. კარგია? კარგია ძალიან. არ უშლით ერთმანეთს. არ უშლის ხელს. თუ ეს ბავშვები ამ ვითარებაში გაიზარდნენ. ექსპედიციაში გაიზარდნენ ძირითადად. მაგრამ მაინც ერთი გამოვიდა არქეოლოგი მარტო მეტი. ერთი გამოვიდა არქეოლოგსაც ეცნენ. 7 შვილი. გაგდეს მუზეუმში. 7 ყო. აბა, შვილი. არა, ეხლა მეტი გვყავს. გაუშვეს. დაცოლშილდნენ და ასე. ხო, გამრავლდნენ. მერტმა გამრავლოთ გადასარევია. უამრავ ექსპედიციაში ხართ ნამყოფი. აი თქვენი უამრავი მიღწევა გაქვთ, ხო? რომელია თქვენი თავარი არქეოლოგიური აღმოჩენა? ხო, აი ეს საინტერესო კითხვა. შეგიძლია რამდენიმე თქვა იულა. თავარი რომელია? თავარი აწი უნდა იყოს. თავარი აწი უნდა იყოს. რა დროს აწია გაწმენდა. აიცემა. ხარაც ხარილა. იმედი არ გადამიწყვეტია ჯერ კიდე. არქეოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა ნამდვილად. ისედაც და საქართველოში განსაკუთრებით. მე მოვესწარე პირველ ესე იგი არქეოლოგების პირველ თაობას. და მე გახლავართ მეორე თაობის, ასე ვთქვათ, და ბოლო წარმომადგენელი. მეორე თაობის მხოლოდ. ესე იგი სწრაფად ახალგაზრდა მეცნიერება ძალიან სწრაფად იზრდება. იცვლება რა თავარია, ბევრი ცვლილებები. ისე რომ თუ რამე სიახლე გავაკეთეთ რომელიმე მეორე თაობაში და პირველ თაობას ვიჯობი ვართ დაუშვათ. ეს იმიტომ კი არა რომ ჩვენ უკეთესები ვართ, იმიტომ რომ თავისით მოვიდა ეს სიახლეები. ეხლა ჩემი შვილიშვილი რო არქეოლოგია, ის უფრო გავიდა კოსმოსში უკვე. ხო. ჩვენ მაგალითად რო გათხრებს დავამთავრებდი და დაარჭობდი ჯოხს რომ მეორე წელიწადს მოსულიყავ და გეპოვა ადვილად ის ადგილი. ეხლა კავშირია ყველა კვადრატი, ყველა წერტილი თავისი კოორდინატებით არის. ესე იგი, სულ სხვა დონეა ეხლა არქეოლოგიის. და აი ამ იმაში რაღაცა პატარა წვლილი ჩემიც არის. ბევრი სიახლეების რაღაცა, აი მაგალითად, თქვათ ელინისტური ხანა და ერთ-ერთი პირველი სუფთა წმინდა წყლისას ამ პერიოდის ძეგლი, სამადლო, რომელიც თარიღი უნდა თქვა, თარიღი არ უნდა. ქრისტეშობამდე მე-4-ს დასასრული და მე-3-მე საუკუნის დასაწყისი ამ პერიოდის ძეგლი. ამ პერიოდს ქვია ელინისტური ხანა, აი, ესეთი სუფთა ეს დრო როდესაც ერთს რომელსაც დაადგენ, მე ადვილია იმაზე მიბმა. სხვა რამის. აი ეს იყო პირველი სუფთად გამოსული ელინისტური ძეგლი. ნაკალაკარი ამ პერიოდის. ეს ჩემი გათხრებით, ჩემი ხელმძღვანელობით გაითხარა. ეს ერთი, მეორე საერთოდ საქართველოში გავრცელებული იყო ესეთი ცნობა კი არა, ესეთი რწმენა, რომ პირველი საკულტო ნაგებობა, კაპიტალური ნაგებობა, კაპიტალური ნაგებობა ქრისტიანობა მოიტანა საქართველოში. ესე ითვლებოდა. მაგრამ მე გავთხარე საკულტო ნაგებობა, რომელიც არათუ კაპიტალური 5 ჰექტარი უკავია ერთ შენობას, ერთი გეგმით ერთდროულად აშენებული ქრისტეშობამდე მეორე საუკუნეში. აი ეს იყო ეფექტური პირველი ფაქტი იმისი, რომ კულტს კაპიტალური ნაგებობები ქონდა ქრისტიანობამდეც. ეგ რომელ ძეგლზეა ლაპარაკი? ესე დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსი, თემა მსოფლიო
იცის ეს ამის თაობაზე. ხო, მაგრამ ვალი მაქვს დარჩენილი. ტაძარია, რომელსაც სვეტები იდგა და დაჩუქურთმებული არაჩვეულებრივი კაპიტელებით იყო შემკული ეს სვეტები. ეს კაპიტელები რასაკინრო ჩამოცვიდა და დაიმტრა. 1975-ში შემწყვიტეთ იქ მუშაობა. და იმას აკეთებს დამტვრეულები აწყვია მუზეუმში და დღემდე რესტავრაცია ვერ გავაკეთეთ. ვალია. ხო. ერთი აღვადგინეთ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი მე და ჩვენი მისი რუსიკო ბახტაძე იყო ქიმიურ სარესტავრაციო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ორნი ვიყავი და ორმა აღვადგინეთ ერთი წალი მხოლოდ. და მე ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ვნახეთ კიდე აი ამ ტაძართან დაკავშირებული სასახლე, რომელიც დროდადრო სამეფო ეს ტაძარი ვფიქრობ მე მიმაჩნია რომ იყო ქართლის მეფეების საგვარეულო სამლოცველო. საცა წელიწადში რაღაც დღესასწაულები ხო იყო, იმ დროს მოდიოდათ სალოცავად და იქვე იყო სასახლე მათი. ის სასახლე, რომელიც მიწისძვრით დაინგრა დაახლოებით 80 წელს ქრისტეშობის შემდეგ. და ისე უეცრად დაინგრა, რომ ვერაფრის გატანა ვერ მოასწრეს. და ეხლა მე ჩემი შვილიშვილი აი ნეპოტიზმი. ჩემი შვილიშვილი აგზენი გაიზარდა. და ეხლა სპეციალისტია. და აგზელებდა ბოლო დრომდე იმის ბოლოს ის მუშაობდა ის. ხო და რამდენიმე 10,000 ნივთი არ შეტანილი იქიდან მუზეუმში. ესე არის ავეჯი, ტანსაცმელიც კი, სამკაული, იარაღი, ჭურჭელი, პროდუქტი. ხო, იმისი მარცვლეული, ხილი, ეს. ზეითუნი, ისა ზეთის ხილიც კი ვნახე. ზეთის ხილი. ძალიან დიდი საქმეები გაქვთ გაკეთებული. ხო და იცით რა მინდა კითხოთ, როცა თქვენი მუზეუმიდან გათავისუფლების ამბავი გახმაურდა, საზოგადოებამ, ახალგაზრდობამ ძალიან დაგიჭირათ მხარი. ძალიან. იყვნენ ისეთები, ვისგანაც ელოდით მხარდაჭერას და ვერ მიიღეთ პირ. არა, მე ეგეთი არ მინახავ. არა. ყველა გვერდში დაგიდგათ. ყველა ნამდვილად. კოლეგებიც ანდა რომ გამოხატულება თუ არ იქნებოდა, მაგაზე ნაწყენი არ დარჩებოდა ეგრონი. მოგეთ ბოღმა და ჯიბრი უნდა ქონოდა თუ გახარებოდა ხო სწორია ხა ეგეთები არ არიან საპასუხოა არც მე მაქსიმათი არავისი არც შური და არც ბოღმა არ მქონია ცხოვრებაში არას იმიტომ ხართ 100 წლიანი ხო ერთი რამე მაქვს აი რომ გითხეთ 100 წლიანიო ერთი უცნაური ისა მაქვს რა ქვია აი უსიამოვნო ამბები რამდენი მქონია ცხოვრებაში ძალიან ბევრი უცბად მავიწყდება და მეხსიერებაში არის რა კარგია დაკარგული ადგილები რა არ მახსოვს აღწერო მახსენე რა სისულელებს ლაბარაკო აღარ ახსოვს თუ რაღაცა შედეგი დარჩა ამას კი მაგრამ აი ესე ამბად აღარ ახსოვს ეგ და ვიწყება გწუნით ერთი აი მივაგენი საიდუმლოს თქვენი 100 წლიანობის და კიდევ დიდხანს ჯანმრთელად რო იყოთ ბოღმის გარეშე და აი ამ ცუდის დამახსოვრების გარეშე ნეგატივის განდევნა რო ხდება ძალიან აზიანებს ვიღაცა ერთი ბოღმიანია და რამდენი ზიანდება მაგით კი რა თქმა უნდა აურას აბინძურა მომავალ თაობაზე რა სიტყვით როგორი ახალგაზრდობა ყავს კანკელიერია იმედიანად ხართ მათ რომ უყურებთ მიყვარს ეს მომავალი თაობა ამა თუ არ შეუშალეს ხელი ამ ბებრებმა მაგრამ ეგეთი ახალგაზრდობა სულ სხვა არის რა 78-ში არის ყო ის ენაზე რომ გამოვიდნენ ბავშვები თუ 77 ქართული ენის ხო 18 როგორ მეშინოდა მაშინ ჩემი შვილები იქ იყვნენ სულ ხო მეშინოდა იმიტომ რომ მე თინამაც და მეც 56 წელიც ვნახეთ და ის რა ქვია 56 წელში და ხალხი დაიხოცა კაცო თბილისში და თინა ბუჩქებში გადარჩა
სტუდენტები ვიყავით. სტუდენტები ვიყავით. დედა შეერს რა შეატყობინეს, კარგად არის? არა, დედა ჩემი აზიარი ყო. მე გამდავდე გორში. ხო, და გორში იყო წასული ჩემი და იქ. არიციან ამათ რა ხდება აქ თბილისში რა ამბავია, ხო და მეზობელი იყო ტელეგრაფში მუშაობდა და გინდა ორამეო შემილია მე გადაცემა გაუგზავნო და დაწერე ჟივა ზდაროვა. ჩემი გამიშდა პრიჩობ. კალი გორშია წასული. ჟივა ზდაროვა, ესე იგი ცუდად არის საქმე. ახალგაზრდობამ გააკეთა მაშინ საქმე. ყოველთვის ახალგაზრდა არის ქვეყნის მომავალი. დღეს უკვე ამ ახალგაზრდობამ ხელში აიღო დღევანდელობაც მაგათ ხელშია. γιατί მაგათი იმედი, მეტი არავის იმედი რაღაცა უნდა ვქნათ. აი მაგაზე სულ ფიქრობ მაგაზე ეს ხალხი დაბადებულია თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში. მაგათ არ უნახავთ საბჭოთა კავშირი, მისი ახალი სისხლი, ახალია, თავისუფლად შობილი თაობა. მაგათ მე მგონი ვერავინ ვერ მოერევა. აჩელება. პირდაპირ აი სიმბოლოა რა, სიმბოლო მისი, რა ქვია, ბიბლიური სიმბოლოა. 40 წელი რო ატარა იმან მოსემ ებრაელები თვითონაც ვერ შევიდა ის აქტულ მიწაზე. ეხლა ფინალისკენ წავიდეთ უკვე გადაცემის და ესეთ შეკითხვას დაგისმევთ. შვილიშვილებისთვის მოსაყოლი, თავარი ამბავი რა გაქვთ? ბევრი რამე სხვათა შორის. იმიტომ რომ შვილების ინტერესიანი ხალხია. და რა გინდათ რომ გადასცეთ? თქვათ, ძირითადად. ვცოდეთ რომ სამშობლოს ღალატი არ შეიძლება და მოუვალო ამ ქვეყანას. მაგათი მთავარი საცხოვრებელი ადგილი ეს არის, ეს ადგილი. არ უნდა დაიკარგოს, იმიტომ რომ გასეულია. ეხლა რამდენიმე საზღვარგარეთ არის. როგორი უნდა იყოს ქვეყნის მართველი? ქვეყნის მართველი უნდა ფიქროდეს ქვეყანაზე და არა საკუთარ ჯიბეზე. უიმე. აი ეგ არის მთავარი. არა, აუზე ეზოში. ეხლა ქვეყნის მართველი თვლის, რომ ის არის ამ ქვეყნის მეპატრონე. ტყუილია. ქვეყნის მართველი უნდა იყოს ქვეყნის მსახური. ის რაც უნდა ემსახუროს ქვეყანას. აი ეგ არის მართვა. ესე იგი, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს პარლამენტ მთავრობას ირჩევს ხალხი. და ის არის ხალხის მსახური და არა პატრონი. ბატონი არ არის, ესე იგი, მეპატრონე. ვეფხვის ყაოსანშია. ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სტოლად მოეფინების მეფესაც ზრუნვა არ უნდა განსხვავება არ უნდა ქონდეს იქ ვისთვის და რისთვის ქვეყანას უნდა თანაბრად მართავდეს. ეს არის მთავარი და ეს ხალხი ვინც ახლა ხელისუფლებას ირქმევს თავის თავს ეს რისთვის არსებობს და ბოლო შეკითხვა, ტრადიციული შეკითხვა მაქვს ესეთი. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი. მთავარი ამბავი? ყველაფერი მთავარია. თქვენი სიყვარული ალბათ, არა? ხო. თქვენი მამოძრავებელი ზუსტად ეს არის, მე როგორც ოჯახი. ოჯახი. ამას ან დიდი მნიშვნელობა. დასაწყისი სიტყვა. თქვენი სახლი ქართობა. სახლი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დაგღალეთ. არა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. იმიტომ რომ აი ამდენი ხანი უყურო სუროჩუნად ყოფილიყავით. ასეთ ლამაზ და მშვენიერ ქალს მარტო ეგა გამხნევებს. ხო, ეგა ნამდვილად ეგრეა ჩემო კარგო. მე კიდე თქვენი სილამაზით ვარ აღფრთოვანებული. და თქვენი სიყვარულით, რომელიც აი რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, სამაგალითოები ხართ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჯანმრთელობას, დიდხანს ყოფნას გისურვებთ, სურვილების და ოცნებების ასრულებას. არ ვიცი. დიდი მადლობა. ერთი მთავარი სურვილი აგვისრულდეს რა. აბა რომელი?
ქვეყანა ფეხზე დადგეს. ხო. საქართველოს გაგვიჭირდება ეგრე. განთავისუფლდეს ტირანიისაგან. ქვეყანას აუსრულდეს ეს თქვენი სული. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, ეს იყო გადაცემა პირველი სტუდია, ჩემი სტუმრები იყვნენ ილონ გაგოშიძე და თინა თინქუთელია. გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.